time I met her, I was in better shape. I should have learned from the first time, but here I am again. Oh my lover, where have you gone? All I want is your easy love. Oh my lover, where have you gone? How I mourn that day I lost your easy love, and I want your easy love, and I miss your easy love. ძლივს მოვწიწკნე წიგნებს და დავაწვინე. ცოცხალი ხარ? მითხარი რომ ხო? არა, ჩემთვის ვლაპარაკობდი. ბუდიში რა, რაღაცებს ვალაგებ რა ვისამსახურის. რა ხდება? რავი, უამრავი საქმე მაქვს მარიამ და საიდან დავიწყო არ ვიცი რა. კიდე ამ საგიზეთში კიდე ბავშვი უნდა დაგიტოვა, მაპატიერა. გაგიჟდი ხო შე? მოეშვი რამ დაგიტოვოს რა. მეგონი ჩემი შვილიც არის ეგ ხო? მეყარხარ. აх. მამიკო. ვერ მეძინებ და თქვენ თავდაცვა შეიძლება. მოდი მოდი ჩაწექიოდი. მოდი ჩემო სიყვარულო რაზე ნერვიულობს ჩემი გოგო მითხარი აბა. იმაზე რომ არაფერი არ ვიცი და მაშინ ნუ იგონებ ახლა. მართლა გეუბნები, წერად ტესტს რო ვაკეთებდი სულ ამერია. ეგ იმიტომ რომ ნერვიულობ. წესით გამოდდის წინა ღამეს საერთოდ არაფერი არ უნდა აკეთო. მამიკო წერა გაქვს მე გასაუბრება რატომ ახსოვდა? ორივე მაქვს ხვალ წერა და ზეგ გასაუბრება. ცალკია? ხო, რეტაპადაა. არა უშავს და ნუ ნერვიულობ, მე ზუსტად ვიცი რომ ძალიან კარგად დაწერა და გადასარევად გაესაუბრებ. და მთელი დღე მე შენთან ერთად ვიქნები. მართლა რა მაგარია, ანუ მე რომ მაღლაო შენ დაბლექდები? ხო. Yes! მე ვერომა ძალიან ბევრი საქმე მაქვს რა და თან კიდე არ ვიცი ხა კაი ფეხი მაქვს თუ არ მაქვს. ხო და არ გვინდა მარტო მე და შენ წავიდეთ ხო? წარმოიდგინეთ რომ მოვიგო. მოიგებდე, აუცილებლად მოიგებ, აი ნახავ. მინდა ლონდონში წავა. ხო დაი ლონდონში რა წახვალ გადაყვალ ხო დაგჭირდება და მე წამოვალ მა. მოინდომა ეხლა თუ გაყვა დაჭირდება მე გავყვები ხადე. კარგით მიჩულებთ. მე მგონი არავის გაყოლა შეიძლება. ისეც თქვენ რა. კაი დავიძინოთ ხა რა. Мэти, ძალიან გელოდებოდი. რა ხდება, ცოცხასიათი ხარ? არა, გადასარევზე. ხო, რას მიყურებ? შენ რო ვეღარ დამაბოლებ ეგ მიხარი. მეცა და ვერ გავგე, მე გაბოლებ? მაბოლებდი, ეხლა ბოდიში მორჩა შენი პარპაში. შეგიძლია ამიხსნა რა ხდება? მე რა უნდა აგიხსნა, შენ არ იცი რომ ჩვეულებრივი ბოზი ხარ? ბატონო? გაგიკვირდა? მე უკოცნიდი გუშინ შუა ქუჩაში ვიღაც ნაბიჭვარს. რა სისულელე? დაგინახეთ. ვიფიქრე მივალ და იმ პიჟონს გავიფენ მეთქი, მაგრამ ის რა შუაშია, შენ ვერ შეირგე ჩემთან ყოფნა. მე არ ვიცი. მოგეჩვენა ეთყობა რაღაც. რა შემჭირდება ვიღაც, როცა შემყავ? მე არ ვიცი, იქნებ უფრო დიდი ბინა რო გიქირაოს, ან რომ მოწველო და მეტი ფული დაითრიო. არ გინდა რომ მომისმინა მაინც? რა უნდა მითხრა?
რომ ბავშვობის მეგობარი შეგხვდა და მე უბრალოდ ცუდ დროს დაგინახეთ? შენი თავის მართლება საერთოდ არ მაინტერესებს, აი მაგრამ კიდია. მეკითხავ რა არ გინდა. შემეშვე. საერთოდ არ მოვიდოდი. უბრალოდ იცოდე რომ ყველაფერი დამთავრდა. მე შენთვის აღარ ვარსებობ. ესე როგორ შეგილი? მე? კიდე მე როგორ შემიძლია? აუ რა უნამუსო ხარ. ავთო გთხოვ. რას? მე რო დავრჩე, თუ დაფინანსება რო არ შეგიწყვიტო. რა თქმა უნდა შენ. აი გზღაპრევი იმას მოუყევი. თავიდან შეიძლება დაგიჯეროს. დილამ შვიდობის როგორ ხარ? კარგად. თავდასთან მიდიხარ? ხო, არის? კი, ოთახშია. საშინაო ხასიათზეა. ხო, მე მგონი ცალი გაუშვა სამსახურში. ხო. რატო? ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი ცალის დააკლო ხილფასი. რაღაცის გამო რა. და ამაზე იმან ეს ახალი ჯარიმები თუ შემოიღე, მაშინ ყოველთვის უნდა იყოსო და სხვას თუ პატიობ, მეც უნდა მაპატიო რა. და ამაზე ეს გაგიშდა და გაუშვა. აი, შევო. თამთა, გცალია 2 წუთით? ახლა არა. რომ ეცნება დაგიძახებთ. კარგი, დაგელოდები, უბრალოდ ცოტა მეჩქარება. მარიამ, იმედია პაციენტთან გეჩქარება. არა, უნდა გავიდე და იმის თქმად მოვედი, რომ დღის პირველ ნახევარში ვერ ვიქნები. დამცენი? სამსახურში მოდიხარ და იმას მეუბნები რაღაც საქმე გამომიჩნდა და უნდა გავიქცეო? მამაპატია მართალი ხარ. რაღაც საქმე კი არა, ელენე უნდა წავიყვანო ინგლისურის კონკურსზე. მარიამ, სად მიდიხარ, ეკი არ მეკითხავს. სამსახურის დროს რატო გეგმავ სხვა რაღაცებს, ეგ მაინტერესებს. მე არ გეგმავ. ეგრე გამოვიდა. ნუ მაშინ უნდა არჩიო. ან საქმეები, ან სამსახური. წარმოუდგენელია ეს მუშაობა. ნახევარჯერ სამსახურში არ ხარ. არც ერთმა შენმა პაციენტმა არ იცის სათხარა როდის მოხო. ნორმალურია ეს? ვიცი და ძალიან მრცხვენია ამის გამო. ბევრჯერ მოვიხადე ბოდიში, მაგრამ უბრალოდ ყოველდღე შეიძლება რომ წასვლას ითხოვდე. ბოლოს და ბოლოს სამსახურია. არ შეიძლება რომ სულ სამსახური აზარალო. თამთა. და ახლა თუ იმის საკითხავთ მოხვედი, გიშვებ თუ არა? პირდაპირ გეტყვი რომ არა. დანარჩენი შენით გადაწყვიტე. თამთა. ამ ეკლესიას მე დავარქვი შენი სახელი დამსჯოს ღმერთმა დამსჯოს ღმერთმა აუ ძალიან მაგრამ ღერი რა მაგრამ ცოტა ხანი რომ გაჩუმდე შეიძლება შენ რა გჭირს რა დაგრუზული ხარ რატო ვარ დაგრუზული არ ვარ დაგრუზული უბრალოდ გეუბნები რომ ვერ მღერი აბა კარგად მღერი ხარო გაგეხუმრე ხუმრობაც აღარ გესმის ხო საშინლად მღერი რა ვქნა ჩემოკობა გულს ემღერება და აღარ ვიმღერო გული ამღერე მაშინ ან გულში იმღერე ხო შეიძლება გუში 10 ლარით 88 ლარი მოვიგე შენ მეუბნები არ იმღერო აბა რანაირად არ ვიმღერო მითხარი ნუ ეხა 88 ლარი თუ მოიგე მაშინ შეგიძლია იმღერო რა ამ ეკლესიას მე დავარქვი შენი სახელი რა შვებით გოგოებო რა შვები რა ვიცი ბიჭო ახალი შეკვეთა ხო არ გესიამოვნებათ ძალიან მაგრა სიმართლე გითხრათ რა ძალიან კარგი არის რა არის აბა დიდი არაფერი რა რაღაცა პატარა ოფისი არის რომელსაც ავეჯი ჭირდება რა გამაუშვი ესე უსაქმურად ჯდომას ხო ჯობია აი რა მე უსაქმოდ ყოფნა მირჩენია ბიჭო მაგას ჩემთან არ უნდა ამბობდე შენ აუ ისე მართალი ხარ მაგას უფროსთან არ ამბობე აი ხლა არ აღნიშნოთ ახალი შეკვეთა, ჰა? კაი ხაჭოს ხინკალი ვიცი გლდანში იღება. ვაი ერთხელ იმდენი ხინკალი უნდა ვაჭამო ამას, რა ცხოვრებაში ხმა აღარ ამოხდეს რა. მიდი მერე. იყოს დღეს რა პრობლემაა? სად გლდანში? ხო.
აქვე არა, ნახევარ საათში იქ ვარ. კასპერას მანქანი. ესე იგი, მე ვკისრულობ და თან ჩემი მანქანით მივდივარ. აბა მე მანქანა არ მყავს. მანქანა რომ მყავდეს, ეხლა ხო უკვე იქ იქნებოდით არა? არა. დანში არ გვინდა. იქ წავიდეთ, კაი? ჩვენ ზავიძენიაში რა. კარგი, ჩვენებთან წავიდეთ. ძალიან დიდი მადლობა. ალო. ხოლაკო. ხო, სამსახურში ვარ. ხომ შვიდობა გაქვს? კი, გამო. კი, 15 წუთში მან დავა რა. კაი, მიდი. არ გამოვა. უნდა გავიქცე სასწრაფოდ რა, ბოდიში. სხვა დროს იყოს რა. კაი. კობა, დამკვეთი მოვა და გეხვეწები მასალები აჩვენე და დაათვალიერებინე რა, კაი? აბა რას ვიზა? გავიქეცი. შენ მალე მოხვა? ჯო, არ უჩი შეხვედრა როგორ დამთავრდება მაგის მიხედვით რა. გავიქეცი. შემოდით. შეიძლება? მოდი, მარი. რა ხდება, რა გჭირს? ეს ნერვების ბრალია. რატომ შვიდობაა? კი. როგორაა დედა? ნორმალურად. კარგად. რატო გაქვს ესეთი სახე, გამაგებინე? მოკლედ, რუსა, ხო იცი მე უმადური ადამიანი არ ვარ და ძალიან კარგად ვხედავ რამდენს აკეთებთ თქვენ ჩემთვის. აი, არაფერს არ ვაკეთებ, ეხა ისეც რაც არ უნდა გავაკეთო, რა ხდება გამაგებინე? არა, მე ძალიან კარგად ვიცი, რომ რთულია ჩემნერი თანამშრომლის ატანა, მაგრამ რა ვქნა? არაფერი უნდა დამშვიდდე და ის უნდა ქნა. ჩაივლის ეს ყველაფერი და მე იმუშავებ ორმაგს. სიამოვნებით, მაგრამ მე მგონი ეგ აღარ მომიწევს. რა? საყვედურს კი არ მომაქვს, მე ძალიან კარგად მესმის თამთასი, მაგრამ ხანდახან მგონია რომ ზედმეტად მკაცრად მიქცევა. შენს? ხო. იცი ეს ბოლო პერიოდია ვაკვირდები ამ გოგოს და ძალიან არ მომწონს როგორც იქცევა. მინდოდა სხვათა შორის ამაზე შენთან დალაპარაკება. რა მოიგონა ეს, რას თამაშობს თვითონ ამ კაცრ უფროს? არ მინდა ცუდად გამომივიდეს, ბევრჯერ გავუშვი ვარ და ჩემი პაციენტებიც მიუღია, მაგრამ დღეს ისეთები მითხრა. წასვლა გინდოდა. ელენესა გამოცდა ინგლისურში და ვთხოვე დღის პირველი ნახევარი გაგეთავისუფლებით. და არ გაგიშვა. არ გამიშვა და თან ისე კი არა რომ ვერ გაგიშვა პაციენტები ყავსო. მე არ გიშვებ და შენ თუ წახვალ შეგიძლია აღარც დაბრუნდეო. მაგან ხო არ გააფრინა ერთი, რო არ წავყვა უბრალოდ გადამერევა ეს ბავშვი. ისედაც დედა ჩემის პრობლემების გამო სუმიტოვებული მყავს. მარი რას ნიშნავს არ წავიდე? ადგები და წახვალ ეხლავე. არ მინდა რომ ხა ჩემ გამოთ არაფერი არ გამოვა, მე მივხედავ მაგ ამბავს. დარწმუნებული ხარ? შენ კიდე აქ ხარ? მადლობა რუსა. აკოცე ელენეს. მოდი მაკაცა ეხა და გაიქეცი. რა გჭირს ნერვიულა? ნერვიულობ და რა უქნა? კაი, რა ნერვიულობ, მე ზუსტად ვიცი რომ ძალიან კარგად დაწერ. მიდი ჩაის უნთქე. აბა როგორ ხარ? გადაგიარა? ცოტა. კიდე ჩაის უნთქე. როგორ ხარ? კარგად. მიდი გაიქეცი. და შენ ხო აქ იქნები? ხო, აბა რა, ფეხს არ მოვიცვლი მე აქედან. კაი, მიდი.